მოგესალმებით ჩემს არხზე, შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ ჩემი არხის გამოწერით და ჩემი ვიდეოების მოწონებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ 2025 წლის 20 იანვრის ზოდიაქოს 12 ნიშანს. გისურვებთ სასიამოვნო ყურებას და მოსმენას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას დღეები. ვერძი. დილით ოჯახის წევრებთან ერთად საოჯახო საქმეების შესრულება მოგიწევთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შეიძლება იყოს მცირე ნერვიულობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კამათი. სიფრთხილის კვალი ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პანიკა და ნერვიულობა შეგიშლით ხელს. შეადგინეთ გეგმა და გადადით ერთი დავალებიდან მეორეზე. მაშინ გექნებათ დრო ყველაფრის გასაკეთებლად, არც ერთ შეცდომას არ დაუშვებთ და არც არაფერს გამოტოვებთ. სირთულეები არ შეგაშინებთ. გამძლეობა და მოთმინება დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნას სხვებს, ისინი სიამოვნებით დაგიჭერენ მხარს. თქვენ შეძლებთ გარშემომყოფების მხარდაჭერას. თქვენი ენერგია მაღალი იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ და ისვენოთ თქვენი შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ფრთხილად რა ხდება? არაჩვეულებრივი მოვლენები მოხდება ვერძის თანავარსკვლავედში. ეს მისცემს გასაღებს დიდი ხნის პრობლემის გადასაჭრელად ან დაეხმარება მათ ნაცნობ ნივთებს მოულოდნელი კუთხით შეხედონ. ყველა თქვენი გეგმა არ შესრულდება. მიდრეკილი იქნებით არარეალური აზრებისკენ. ვერძებს, რომლებიც სწავლობენ ან ემზადებიან გამოცდებისთვის, განსაკუთრებული ძალისხმევა მოუწევთ მასალის ათვისებისთვის. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იმგზავროთ, გაითვალისწინეთ საცობები, რათა არ დააგვიანოთ და იმედები არავის გაუცრუოთ. თუმცა ნებისმიერი წვრილმანი დიდად არ შეგაწუხებთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიხარულს მოგიტანთ. რომანტიკული ურთიერთობები დადებითად განვითარდება როგორც მათთვის, ვინც რამდენიმე წელია ერთად არის, ასევე მათთვის, ვინც ახლა იწყებს თავის ისტორიას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიჰყვებით წარსულში დაგეგმილ გეგმებს. შეიძლება იყოს მოულოდნელი მოვლენები და მნიშვნელოვანი ამბები. ამიტომ მოგიწევთ ზოგიერთი რამ გვერდზე გადადოთ და სხვაზე ფოკუსირება. დიდი იდეები გაჩნდება და მათი განხორციელების გადადება მოგინდებათ. პირველი ნაბიჯები თქვენ თვითონ უნდა გადადგათ. დამხმარეები და მოკავშირეები მალე გამოჩნდებიან. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება არაფორმალური სოციალიზაციისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის და ოჯახური ღონისძიებებისთვის. ეს დრო ასევე შესაფერისია მცირე შესყიდვებისთვის. არსებობს ფულადი სახსრების მოულოდნელი ნაკადის შესაძლებლობა. ზოგიერთი ვერძი მიიღებს ძვირფას საჩუქრებს, რომლებიც დიდ სიხარულს მოუტანს. კურო. ასევე კარგად გექნებათ სხვების გაგება. ამიტომ დღის პირველი ნახევარი იდეალურია ინტიმური საუბრებისთვის, განსაკუთრებით ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა ან უფროს წევრებთან. ისინი გაგიზიარებენ თავიანთ საიდუმლოებებს. ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მათ ურთიერთობას. დღის დასაწყისში დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა გელით, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოაგვაროთ საკითხები. დახმარება ალბათ არ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ ვინმე შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით. ამგვარად დაზოგავთ დროს და შეძლებთ უფრო სწრაფად გადახვიდეთ უფრო საინტერესო სამუშაოზე. ნეგატიური ადამიანებისგან შორს დგომა თქვენთვის სასარგებლო იქნება. კარგი დროა ფოკუსირება საკუთარ თავზე და პირად საჭიროებებზე. ამშვიდებს და აწონასწორებს თქვენს აზრებს დღის მეორე ნახევარში, ალბათ მოინდომებთ დასვენებას და ფიქრებს. თქვენ აუცილებლად გექნებათ ერთი ასეთი შესაძლებლობა. გაგიხარდებათ მეგობრებთან შეხვედრა და რომანტიული პაემანიც კარგად ჩაივლის. თუმცა საკიდლებზე სიარული არასასურველია. თქვენ რისკავთ ფულის დახარჯვას ზოგიერთ სრულიად არასაჭირო ნივთებზე. ბევრ რამეს გაუმკლავდებით. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ თქვენი ყველაზე ძლიერი იდეები. ენერგიის დონის გაზრდა საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ უფრო დიდ ამოცანებს. ზოგიერთ კურო საჭირო დავალებების წარმატებით შესასრულებლად ფიზიკური ძალა დასჭირდება.
თქვენ შეძლებთ წარმატებით მოაგვაროთ მანქანებთან, აღჭურვილობასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. იყავით გულწრფელი კოლეგებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ იყოთ მგრძნობიარე, რათა არ გამოიწვიოს კონფლიქტი. საოჯახო საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და სიურპრიზებს მოუტანს. მაგრამ ცუდი არაფერი მოხდება და წვრილმან პრობლემებს დიდი ძალისხმევის გარეშე მოაგვარებთ. თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება და ენთუზიაზმი დაგეხმარებათ დაძლიოთ ნებისმიერი გამოწვევა. ყოველთვის მოგიწევთ უჩვეულო დავალებების შესრულება, რომლებიც ყოველთვის არ გამოიღებს შედეგს პირველად. მაგრამ ეს არ გააგრილებს თქვენს ენთუზიაზმს და არ გაიძულებთ უკან დახევას. ადრე მიღებული გამოცდილება გამოგადგებათ ბევრი კურო მიდრეკილი კამათისკენ, მათ შორის წვრილმან საკითხებზე. მოერიდეთ უსაქმურ საუბრებს, ეს მხოლოდ თქვენს დროს დაკარგავს. სჯობს ქმედებებითა და შედეგებით დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ. ეს იქნება ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი. კუროების უმეტესობა შეძლებს გაუმკლავდეს დავალებებს, რომელთა გადადებაც დიდი ხნით მოუჭიათ. არ იქნება ცუდი საღამოს გასეირნება იქ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ. ეს ახალ შთაბეჭდილებებს მოგცემთ და საინტერესო იდეებს მიგიყვანთ. ტყუპები. არ დაგეგმო არაფერი სერიოზული. გააკეთეთ რუტინული დავალებები, რომლებიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. არ უნდა განიხილოთ საკამათო საკითხები საყვარელ ადამიანებთან. ალბათ იჩხუბებთ და გაბრაზდებით. მოითმინეთ, სიტუაცია მალე შეიცვლება. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ მიდგომა სხვადასხვა ადამიანებთან. თქვენ შეძლებთ შეთანხმებას იმ ადამიანებთანაც კი, რომლებთანაც ჩვეულებრივ კონფლიქტი გაქვთ და შეთანხმებას ვერ მიახდევთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები და სერიოზული ბიზნეს საკითხების განხილვა კარგად ჩაივლის. მოусმინეთ ჩემი მეგობრებისა და გამოცდილი მოკავშირეების მოსაზრებებს. მათი იდეები აუცილებლად გამოგადგებათ. გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა თქვენი ოცნებების მისაღწევად. გარშემომყოფებთან უკეთ გაერთობით და მათ მხარდაჭერას იგრძნობთ. თქვენ შეძლებთ მეტის მიღწევას თქვენი ენერგიის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებით. ადამიანების უმეტესობას უჭირს წვრილმანებზე საკმარისი ყურადღების მიქცევა. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სხვებს. ისინი თავად გაუმკლავდებიან ზოგიერთ სამუშაოს, ან სულ მცირე დაეხმარებიან შეცდომებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებაში. დღის უჩვეულო მოვლენებმა შეიძლება საინტერესო იდეები მოგცეთ. გარდა ამისა, გაიზრდება თქვენი ფანტაზია და გამოვლინდება შემოქმედებითი შესაძლებლობები. ამრიგად, ტყუპები შეძლებენ იპოვონ არასტანდარტული მიდგომა სამუშაო პრობლემების გადასაჭრელად და აჩვენონ თავიანთი ძლიერი მხარეები. ბიზნეს პარტნიორებთან, განსაკუთრებით უცხოელებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. დღის ბოლოს შეიძლება ცოტა ნერვიულობა იგრძნოთ. შეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ დაგეგმოთ დიდი სამუშაო. უმჯობესია საყვარელ ადამიანებთან ერთად დარჩეთ და საოჯახო საქმეები გააკეთოთ. ფრთხილად იყავი. არ არის კარგი დღე სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. თქვენთვის ადვილი არ იქნება პრიორიტეტების გადაწყვეტა და პირველ რიგში რაზე გაამახვილოთ ყურადღება. ტყუპები, რომლებიც გეგმავენ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას, ფრთხილად უნდა აირჩიონ მოკავშირეები. ყველას, ვინც გთავაზობთ მხარდაჭერას, არ შეიძლება ენდოთ. დღე ძალიან ხელსაყრელი იქნება პირადი ურთიერთობების მხრივ. იპოვით ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებსაც აქამდე ვერ უგებდით და მშვენივრად გაუგებთ უახლოეს ადამიანებს. სიყვარულში ტყუპებს რომანტიკული სიურპრიზები ელის, მეორე ნახევარში კი პოზიტიური ტენდენციები გაბატონდება. ტყუპების უმეტესობა გრძნობს განწყობის ამაღლებას და ენერგიის მოზღვავებას. თქვენ შეძლებთ ურთიერთობების აღდგენას, რომლებსაც დაზიანებულად თვლით და არც კი დაგჭირდებათ ინიციატივის აღება. კიბო. დღის პირველი ნახევარი შეიძლება დასვენებას დაეთმოთ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ საყიდლებზე წასვლა იმაზე მეტი ღირს, ვიდრე თქვენ მოელოდით. დილა ასევე არ არის კარგი დრო სერიოზული საუბრებისთვის, ამიტომ მარტო იყავით საკუთარ თავთან და იფიქრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
თუ საკმარის დროს დაუთმობთ თქვენს საქმეს და თავიდან აიცილებთ ზედმეტ რისკებს, დღე ნამდვილად წარმატებული იქნება. იმოქმედეთ სიფრთხილით, ენდეთ თქვენს ძლიერ მხარეებს და გახსოვდეთ ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება, თუნდაც ის ყველაზე სანდო წყაროებიდან მოდიოდეს. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივ მოალგვაროთ, დამშვიდდით და დაუთმეთ დრო. ეცადეთ თავი შეიკავოთ კონფლიქტებისგან და შეეცადეთ დააბალანსოთ თქვენი ემოციები. ძველ მეგობრებთან ურთიერთობა გაგიხარდებათ. ისინი მხარს დაუჭერენ თქვენს ბევრ იდეას და ადვილად უპასუხებენ თქვენს თხოვნებს. შეგიძლიათ გააკეთოთ სასარგებლო შესყიდვები. თქვენ აირჩევთ ზუსტად იმას, რაც გჭირდებათ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები და ნოაჩქარდებით არაფერში. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, ის საკამათო სიტუაციებში სწორი მიმართულებით გაგიძღვებათ. თქვენ იგრძნობთ ძლიერებას და თავდაჯერებულობას. ბევრ პრობლემასთან გამკლავება იქნება შესაძლებელი, რომელთა გადაჭრასაც დიდი დრო სჭირდება, ბევრმა კირჩხიბმა უნდა იფიქროს სამომავლო გეგმებზე. საპირისპირო აზრის წინაშე მოგიწევთ. მაგრამ თქვენი დარწმუნების უნარი საშუალებას მოგცემთ მოიგოთ თქვენი თანამოსაუბრე. ყურადღება მიაქციეთ ნაცნობ და ნაცნობ აქტივობებს. ძნელია სასურველი შედეგის მიღწევა. თუმცა კირჩხიბების უმეტესობას უპრობლემოდ შეუძლია ყოველდღიური დავალებების შესრულება. უჩვეულო ადამიანებთან საინტერესო ნაცნობები გელით. თქვენ შეხვდებით ცხოვრების სხვადასხვა პერსპექტივას უჩვეულო პერსპექტივიდან. კომუნიკაციამ შეიძლება მოგაწოდოთ ახალი იდეები. შესაძლოა რომანტიკული ისტორიის დასაწყისი ან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ყველაფერი თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. მალე შეძლებთ ყველა საჭირო სამუშაოს შესრულებას. საღამო იდეალურია აქტიური კომუნიკაციისთვის. ახალი ურთიერთობებით დაინტერესებული კირჩხიბები უჩვეულო ადამიანებს შეხვდებიან. ლეო. დილით ცოტათი ნერვიულობთ. ამიტომ არ უნდა ჩაერთოთ სერიოზულ საქმეში. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ დალაგებას და არასაჭირო ნივთების გადაყრას დაიწყებთ, ეს დამშვიდებაში დაგეხმარებათ. გარემოებები თქვენს სასარგებლოდ გამოვა. თქვენ ამას დიდი ხანია აკეთებთ. შეძლებთ რთული ამოცანების შესრულებას. ლომები, რომლებიც კარიერის განვითარებაზე ფიქრობენ, კარგი შესაძლებლობები ექნებათ. თქვენ შეძლებთ გამოასწოროთ დიდი ხნის შეცდომები და გააუმჯობესოთ ურთიერთობა ადამიანებთან, ვისთანაც ადრე გქონდათ კონფლიქტი თქვენი ბრალით. თქვენი განწყობა მაღალი იქნება, მაგრამ შესაძლოა ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე დაგჭირდეთ. ფულის დახარჯვისას სასარგებლოა იყო კონტროლირებადი და არა იმპულსური. შეიძლება კარგი დღე იყოს სოციალიზაციისთვის. ეცადეთ შუადღისას საქმეები პირადად არ მიიღოთ. ემოციებთან გამკლავება ყოველთვის ადვილი არ არის. საყვარელი ადამიანის ან დიდი ხნის მეგობრის მხარდაჭერა სასარგებლო იქნება. იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ შეგაწუხოთ წვრილმანები. მოერიდეთ არასაჭირო შესყიდვებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგრძნობთ გუნება განწყობის გაუმჯობესებას და შემდეგ უფრო საპასუხისმგებლო დავალებების შესრულება მოგიწევთ. ზოგიერთი ლომი მიიღებს ღირსეულ მხარდაჭერას ლიდერებისგან, თუ ისინი არ უგულებელყოფენ თავიანთ მოვალეობებს. ახალი ურთიერთობებით დაინტერესებულებს ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ. კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები და სასიამოვნო ნაცნობობა. თუ ღონისძიებაზე მიგიწვიეს უარს ნუიტყვით, დიდ დროს გაატარებ. ბევრ სასარგებლო რამეს ისწავლით და შეძლებთ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესები ემთხვევა თქვენს ინტერესებს. შესაძლებელია წარმატებული ტრანზაქციები და შესყიდვები. ზოგიერთი ლომი შეძლებთ შეიძინოს ისეთი რამ, რაც დიდი ხანია სურდა. ეს გაიძულებს შეცვალო გეგმები. მოსალოდნელია მოულოდნელი მოვლენები. არ არის გამორიცხული, გადაუდებელი ამოცანები გაჩნდეს და მათ გადასაჭრელად ყველაფრის განზე გადადება მოგიწევთ. ასეთ სიტუაციებში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე. დღის მეორე ნახევარში ემოციებს გაუმკლავდებით.
თქვენ შეძლებთ მომგებიანი შესყიდვების გაკეთებას და მცირე თანხის დაზოგვას. ბევრი ლომი სიამოვნებით შეხვდება ძველ მეგობრებს. Go! სწორი გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ. ამიტომ უმჯობესია გადაუდებელ საკითხებს დილით მიხედოთ. არსად არ იჩქაროთ, მაგრამ არც თქვენს მოვალეობებს უგულებელყოფთ. შესაძლებელია აღმოჩნდეს მცირე პრობლემები და გაუმართავობა, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო მოქმედებას. მაგრამ ყველაფერს წარმატებით გადალახავთ. თუ ახლობლებს გკითხავთ, სიამოვნებით დაგეხმარებიან. მალე ცვლილებებს უკეთესობისკენ დაინახავთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება. მოგზაურობები წარმატებული იქნება და არ აქვს მნიშვნელობა სამსახურს უკავშირდება თუ პირად საკითხებს. მნიშვნელოვანი იქნება სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე. მოერიდეთ ძალიან ბევრს და გახსოვდეთ, რომ თავად უნდა იფიქროთ. ბიზნესზე ორიენტირებული გოგონები შეძლებენ მიაღწიონ იმ შედეგებს, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდნენ. არაჩვეულებრივი ნაცნობები შეიძლება მოიცავდეს შეხვედრებს ადამიანებთან, რომელთა შესახებაც ადრე ბევრი გსმენიათ. ბევრი რამისთვის დრო გექნებათ, მაგრამ ცოტა ნერვიულობთ. დავალებებს შორის მუდმივი გადართვა შექმნის შფოთვის გრძნობას. ენდეთ თქვენს გამოცდილებას და რეალურ ფაქტებს და ნახავთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. წარმატებული იქნება კოლეგებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა. მომუშავე გოგონებს მოუწევთ რამდენიმე რთული პროექტის დასრულება, რომელთა დასრულებას დიდი დრო დასჭირდება. მოერიდეთ გამაც საყვარელ ადამიანებთან, მცირე საკითხმაც კი შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. გააკონტროლეთ საკუთარი თავი. მაშინ შეძლებთ პრობლემების თავიდან აცილებას. ყველაზე გაბედული გეგმები თქვენს ხელთაა. თქვენ მიაღწევთ იმას, რაც ადრე თითქმის შეუძლებელი ჩანდა. პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. თავარია დრო არ დაკარგოთ და რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ. გაუზიარეთ თქვენი იდეები თქვენს ბიზნეს პარტნიორებს ან კოლეგებს. გარშემომყოფები დაგეხმარებიან თქვენი იდეების რეალიზებაში. დღის მეორე ნახევარში ბევრი გოგონა შეშფოთდება. ყველაფერი რასაც ელოდით. ვინც არ იქნება. მაგრამ არ არის საჭირო სერიოზული შედეგების შიში. ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს ერთი საღამოს ცოტა მოგვიანებით, ხელსაყრელია სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის ან სტუმრების მისაღებად. ერთი ძალიან ქალწული გამოადგება უახლოეს მომავალში. შეძლებს პერსპექტიული ნაცნობების შექმნას. სასწორი. ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას და ურთულესი საკითხების მოგვარებასაც კი. ხელსაყრელი პერიოდია ხანდაზმულ ნათესავებთან კონსულტაციებისთვის. მათი რჩევები შეიძლება იყოს ძალიან გამოსადეგი ან მოგაწოდოთ სწორი იდეები. დღის დასაწყისი საუკეთესო დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებთანაც გსურთ მოეწონოთ ან შეთანხმებას მიაღწიოთ. განსაკუთრებით მომხიბვლელი, გამჭრიახი და დახვეწილი იქნებით. ადვილი იქნება სხვების გაგება და ყველაზე ხელსაყრელი შთაბეჭდილების მოხდენა. ზოგიერთი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც დღეს იწყება, დროთა განმავლობაში შესაძლოა მეგობრობაში გადაიზარდოს. უკეთეს ურთიერთობას დაამყარებთ გარშემომყოფებთან. შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რომ გარკვეული დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და აღადგინოთ ენერგია. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მოაწეს რიგეთ საქმეები და მოიშორეთ ზედმეტი. თქვენ შეძლებთ შთააგონოთ სხვები, იმუშაოთ უფრო პროდუქტიულად, ვიდრე ოდესმე და გაუმკლავდეთ ყველაზე რთულ ამოცანებს. ხელმძღვანელობა აფასებს თქვენს ენთუზიაზმს. მოლაპარაკებები, ოფიციალური შეხვედრები და მნიშვნელოვანი გამოსვლები მარტივი და წარმატებული იქნება. თუმცა მოერიდეთ ჯორებს და უაზრო საუბარს. თუ დაფიქრდებით ყველა გადაწყვეტილებაზე. სერიოზულ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, რომანტიული ურთიერთობებისთვის გახსნილი სასწორები კი საინტერესო ადამიანებს შეხვდებიან. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი აჩქარება და უსაქმური აურზაური, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა. არ დანებდეთ თქვენს გარშემო არსებულ მღელვარებას. ჩუმად წადი შენს საქმეზე. საკმარისია წარმატებისთვის. მოგვიანებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა განახორციელოთ ზოგიერთი თქვენი ძველი იდეა.
ამაში დახმარება სურთ როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებს. ვარსკვლავებიც თქვენს გვერდით იქნებიან. ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, დიდი ძალისხმევის გარეშე. კარგ დროს გაატარებთ და რაღაც ახალს ისწავლით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზეც დათანხმდეთ. მორიელი. ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ დაძლიოთ ნებისმიერი სირთულე. კარგი დღეა ახალი ცოდნის შესასწავლად. ზოგიერთი მორიელი მიიღებს სასიხარულო ამბავს, რომელსაც დიდი ხანია ელოდება. წარმატებას მიაღწევთ იმ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში, რომლებიც გამოგადგებათ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ იდეებს, რომლებიც მოგივიდათ დღის დასაწყისში. ზოგისთვის ისინი შეიძლება რეალობისგან მოშორებულ ფანტაზიად გამოიყურებოდეს. მაგრამ თქვენ აუცილებლად იპოვით გზას თქვენი გეგმების განსახორციელებლად, თუნდაც არა დაუყოვნებლივ. ეს დრო ხელსაყრელი იქნება როგორც სამუშაო პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე ფულთან და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კარგი დროა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და სიყვარულის გამოვლენისთვის. თქვენი ემოციური მგრძნობელობა შეიძლება იყოს მაღალი. ამიტომ დაუთმეთ დრო დასვენებას. შესაფერისია მეგობრებთან შესახვედრად ან რაიმე სოციალურ ღონისძიებაზე დასასწრებად. შესანიშნავ დროს გაატარებთ. გაგიჭირდებათ მთავარ საკითხზე ფოკუსირება და სიტუაციის სწორად შეფასება. ფოკუსირება მოახდინეთ იმ ამოცანებზე, რომელთა შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და დაუთმეთ დროშეცდომების თავიდან აცილებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და გაგიადვილდებათ კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა. შეძლებთ ძალიან ამბიციური პროექტების გატარებას. ახლო ადამიანები დაგეხმარებიან დაძაბული დღის შემდეგ დაისვენოთ. თქვენ მოგიწევთ სწრაფად იმოქმედოთ თუ გსურთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. თქვენ შეძლებთ სხვებზე ადრე ისწავლოთ სასარგებლო ინფორმაცია და ეს ძალიან გამოგადგებათ თქვენი გეგმების განსახორციელებლად. სწრაფად მოგიწევთ სიტუაციასთან ადაპტაცია და გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ სიცხადე და სიმშვიდე დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლაში. ოჯახის მორიელებს მოუწევთ ახლობლების დახმარება. არ დანებდეთ მათზე, მოვლენები ისე განვითარდება, რომ დროის გამონახვა იმაზე ადვილი იქნება, ვიდრე ელოდით. არსებობს შანსი შეხვდეთ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში გამოგადგებათ. პრობლემები სახლში შეიძლება იყოს ცოტა შემაშფოთებელი. მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენ მაინც უნდა გაუმკლავდეთ მათ. შვილდოსანი. დილით თქვენ იგრძნობთ ძალისა და შთაგონების მოზღვავებას. ემოციური ამაღლება და მეხმარება ადვილად გაუმკლავდე ნებისმიერ საქმეს და დავიპყრო გარშემომყოფები. ერთი ბევრი მშვილდოსანი იპოვის შესაძლებლობას შეურიგდეს ძველ მტრებს და აქციოს ისინი მოკავშირეთ. ის წარმატებული იქნება ძვირადღირებული შესყიდვებშიც კი. თქვენ შეძლებთ თქვენი იდეების განხორციელებას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მოელოდით. მოვლენები განსაკუთრებით ხელსაყრელი გზით განვითარდება და თქვენ შეძლებთ წარმატებული და მომგებიანი გარიგებების დადებას. თქვენი ყურადღება დეტალებზე და სიტუაციის სწრაფად შეფასების უნარი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ რთულ ამოცანებს დროის დაკარგვის გარეშე. კარგი დღეა გარშემომყოფების მოტივაციისთვის. თქვენი ენერგია დღეს მაღალი იქნება, რაც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებაში. განახორციელეთ ყველა თქვენი გეგმა. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ზეიმი სახლში, მაშინაც კი, თუ აშკარა მიზეზი არ არის. შვილდოსანს რომანტიული პაემნისთვის ემზადება ნათელი შთაბეჭდილებები ექნება. ძალიან ბევრს ნუ მოითხოვ საკუთარ თავს. მოერიდეთ კამათს, უფროსებთან შეტაკებას და ოფიციალურ ორგანიზაციებში ვიზიტებს. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ხარჯებს და მოერიდეთ სესხის აღებას ან სესხის აღებას. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შემდეგ თანდათან შეძლებთ საკუთარი თავის მოზიდვას და სამუშაო განწყობას დაუბრუნდეთ. დაქორწინებული მშვილდოსანი გააძლიერებს ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან. შესაფერისი დროა იმ ადამიანებთან ურთიერთობის განახლებისთვის, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. დროა ვიფიქროთ მომავალზე.
დღეს შესაფერისია გეგმების დასაგეგმად და თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად განსახილველად. ზოგიერთი მშვილდოსანი მიხვდება, რომ ახალი მიზნების დასახვის დროა, ზოგი კი ისეთ საქმეს აიღებს, რომელსაც დიდი ხანია ვერ ბედავდნენ. შორიდან მიღებული სიახლეები მოგცემთ საინტერესო შეხედულებებს და დაგეხმარებათ სხვა კუთხით შეხედოთ სიტუაციებს, რომლებიც ადრე ნაცნობი ჩანდა. ოჯახში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. ცოტა ხნის შემდეგ სხვების გაგება გაუჭირდება. ყურადღებას საკუთარ თავზე გაამახვილებთ და საყვარელ ადამიანებთან კომპრომისზე წასვლა მოგინდებათ. თხის რქა. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ერთი ახალი ჰობის გამოცდა ან ძველი ჰობიების ხელახლა გადახედვა არ შეიძლება ცუდი. ეს მოგიტანთ უამრავ პოზიტიურ ემოციას და საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოთ პრობლემებს. ერთი ბევრ თხის რქას ძველი ვალის დაფარვა ან ძვირფასი საჩუქარი ექნება. კარგი დროა გეგმების დასაგეგმად და ოჯახის წევრებთან განსახილველად. დღის დასაწყისში შესაძლებელია უთანხმოება და კამათი. მათი უმეტესობა სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული. იყავით მომთმენი, თქვენი აზრის დასამტკიცებლად ცოტა დრო დაგჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია პროვოკაციების და დაუფიქრებელი განცხადებებისა და ქმედებების გაკეთების თავიდან აცილება. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ძალიან მალე იპოვით სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას. მოგიწევთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა და დასვენება. შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა. კარგი დროა პირად საქმეებში წინსვლისთვის. სავარაუდოა ფულადი შემოსავალი და საჩუქრები. საბანი არ გაიწიოთ თქვენსკენ, თორემ დააზიანებთ მთლიან სამუშაოს. დღეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე კოლეგებთან და ბიზნეს პარტნიორებთან საერთო ენის პოვნა. ნუ აჩქარდებით, ფრთხილად იყავით გამონათქვამებთან, ეცადეთ თანამოსაუბრეს გაუგოთ და არ ჩაერთოთ უშედეგო კამათში. მაშინ შეძლებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. ზოგიერთი თხის რქა მიდრეკილია მცირე მიზეზების გამო განაწყენებისკენ. დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს, მოусმინეთ სხვების აზრს. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ კამათი საყვარელ ადამიანებთან. შეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლოა მცირე უთანხმოება იყოს კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. თუ შეგიძლიათ მშვიდად ახსნათ თქვენი აზრი და დააზუსტოთ მნიშვნელოვანი დეტალები. სერიოზული კამათის თავიდან აცილებას შეძლებთ. ერთი ბევრი თხის რქა წარმატებით შეასრულებს დავალებებს, რომელთა გადაჭრაც დიდი ხანია არ შეუძლიათ. დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება ფინანსური კუთხით. შეგიძლიათ ელოდოთ ფულის შემოდინებას უჩვეულო წყაროებიდან ან ძველი ვალის დაფარვას. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საქმეების მოსაწესრიგებლად. საშინაო საქმეები მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ, მით უმეტეს, თუ ამ პროცესში ახლობლებს ჩავრთავთ. მერწყული. ჩვენ გვექნება საკმარისი ძალა და დრო როგორც თქვენი საკუთარი საქმეებისთვის, ასევე გაჭირვებულთა დასახმარებლად. ურთიერთმადლიერება შთაგაგონებთ და ახალ ძალას მოგცემთ. დაგეგმილი შესყიდვები წარმატებული იქნება და დიდხანს გაგრძელდება. თუმცა უმჯობესია თავი არიდოთ სპონტანურ ხარჯებს, რათა ზედმეტი დახარჯვა არ მოხდეს. ზოგიერთ მერწყულს შესთავაზებენ საინტერესო ერთიეს, რომელიც უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე. იყავი მომთმენი. ყველაფერი პირველად არ გამოვა. თქვენ მოგიწევთ დროის დახარჯვა შეცდომების გამოსწორებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთი მოვლენა ისე არ მოხდება, როგორც მოსალოდნელია. ერთი უმეტეს შემთხვევაში შეფერხებები გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით. მაგრამ თანდათან ყველაფერი გაუმჯობესდება. ამიტომ ნუ ჩქარობთ გაბრაზებას. კარგი დროა ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად და თქვენი ცხოვრების აღდგენისთვის. კარგი დღეა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. თუ სადმე მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვი. თქვენ ასევე მოიშორებთ ფიქრებს. შესაძლებელია არაჩვეულებრივი და საინტერესო ნაცნობები, რაც შეიძლება ხანგრძლივი მეგობრობის დასაწყისი იყოს. საინტერესო პერსპექტივები გაიხსნება თქვენს წინაშე. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს და დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე. მენეჯმენტი და გავლენიანი ადამიანები გაგიწევენ ყველა სახის დახმარებას. თქვენი რეპუტაცია თქვენი კოლეგების თვალში საგრძნობლად გაიზრდება.
წარმატებული იქნება მივლინებები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები. მერწყულები, რომლებიც სწავლით არიან დაკავებულნი, ადვილად ისწავლიან რთულ მასალას. საოჯახო საქმეები ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება ყველა ჩართულის კმაყოფილებით. სავარაუდოდ რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ თქვენს ერთ-ერთ დიდი ხნის ნაცნობთან ან კოლეგასთან. ნუ ჩქარობთ მნიშვნელოვან საუბრებს. ზოგიერთ მერწყულს ასევე ექნება უკიდურესად ცხელი ხასიათი, რაც გაართულებს სერიოზული საკითხების მშვიდად განხილვას. შეგიძლიათ იყიდოთ და გააკეთოთ საბუთები. აქ სირთულეები არ იქნება, კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ასევე პირადი შეხვედრები. თქვენ შეძლებთ საერთო ენის გამონახვას იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქამდე არ ესმით. უთანხმოება როგორც სამსახურში, ასევე სახლში, წარსულს ჩაბარდება. იყავით ოჯახთან ერთად, ესაუბრეთ ახლო მეგობრებს ან წადით რომანტიკულ პაემანზე. თევზი. დღის დასაწყისი შესანიშნავია ზოგადი დასუფთავებისთვის ან ზოგადი მოწესრიგებისთვის. თქვენ შეძლებთ დაასრულოთ სამუშაო, რომელსაც ცოტა ხნით გადადებთ. შოპინგი მომგებიანი იქნება. თქვენ იყიდით მხოლოდ იმას, რაც გჭირდებათ და არ დახარჯავთ დამატებით ფულს. შეეცადეთ არ ეკამათოთ საყვარელ ადამიანებს მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მართალი ხართ. ისინი მალე მიხვდებიან, რომ შეცდნენ და გეთანხმებით. ხელსაყრელი დღეა საქმიანი საუბრებისთვის და ბიზნეს გეგმების განსახილველად. თუ ვინმეს თხოვნით გკითხავთ, თქვენს მიერ გაზიარებული იდეები ბევრზე იმოქმედებს. ძნელია უარის თქმა. ნაღდი ფული. შეიძლება გქონდეთ ფულადი შემოდინება, მათ შორის შემოსავალი მოულოდნელი წყაროებიდან. მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილებები, რათა შეინარჩუნოთ თქვენი შინაგანი სიმშვიდე და თავი შეიკავოთ კონფლიქტებისგან. მოერიდეთ ზედმეტ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების მიმართ, რათა არ დაამძიმოთ მათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება და უამრავ დადებით ემოციას მოგანიჭებთ. შეიძლება მიიღოთ ერთი კარგი ამბავი, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაძლებელია გაჩნდეს გეგმები, რომელთა განხორციელებაც გსურთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. ზოგიერთი თევზი მიიღებს დამატებით რჩევებს ძველი ნაცნობებისგან, თქვენ კი მიდრეკილნი იქნებით დანებდეთ თქვენს სისუსტეებს და მიკერძოებულნი იქნებით სხვების მიმართ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ თავი და იხელმძღვანელოთ ჯერ საქმიანი ინტერესებით, შემდეგ კი პირადი სიმპათიებით. ამგვარად თქვენი სამუშაო შედეგი უფრო მაღალი იქნება და თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან უფრო კონსტრუქციული. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯვას, ექსტრავაგანტულობა ზიანს მოგაყენებთ, ოჯახის თევზები საყვარელ ადამიანებთან მარტო უნდა იყვნენ. ისინი, ვინც აირჩევენ, უნდა წავიდნენ პაემანზე ან უბრალოდ ისაუბრონ გულწრფელად წყნარ ერთი ატმოსფეროში. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. იქნება მომგებიანი გარიგებების დადების შესაძლებლობა. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, ის გაჩვენებთ სწორ გზას. ძვირადღირებული და მსხვილი შესყიდვები წარმატებული იქნება და შესაძლოა რომელიმე თევზი ძველმა ნაცნობებმა სადმე მიიწვიონ, რაც დიდ სიხარულს მოაქვს. თუ შემოთავაზებას დათანხმდებით. არ ინანებთ. საღამო ხელსაყრელია ახლო მეგობრებთან სასაუბროდ. ზოგიერთ თევზს მოუწევს შორიდან სტუმრების მასპინძლობა, რომლებსაც კარგი რომანტიული პაემანი ექნებათ და დიდხანს დარჩებიან თქვენს მეხსიერებაში. კომუნიკაცია მოგანიჭებთ სიამოვნებას და ნათელშთაბეჭდილებებს.